სიცოცხლე არის ადამიანის ღმერთთან ერთად ყოფნა. წმინდა მოწამეები ესე ამბობენ, აი გარდაცვალების წინ ქრისტესთვის მოწამეობრივად რომ უნდა აღესრულონ. ისინი ამბობენ, სიცოცხლე ქრისტეს გარეშე ეს არ არის სიცოცხლე, არამედ არის სიკვდილი. და სიკვდილი ქრისტეს გულისთვის ეს არის სიცოცხლე. აი, ესე იგი იმის გამო მოთმენა რომ სხვა კარგად იყოს, ეგ არის სიცოცხლე. იმის გამო რომ უარსიტყვი დაუშვათ დასვენებაზე რომ სხვა კარგად იყოს და სხვას მიეხმარ, ეგ არის სიცოცხლე. იმის გამო რომ სხვა დაყურებული იყოს, შენ რომ საჭმელს მოიკლებ, ეგ არის სიცოცხლე. გესმით? მაგრამ შენ თუ სხვას წაართმევ და შენს გამო სხვა მშიერი დარჩება და შენ მაძღარი, ეგ არის სიკვდილი. შენ თუ ეცდები რომ მარტო შენ იყო კარგად და სხვა არ გადარდებს, ეგ არის სიკვდილი. ეგ სიცოცხლე არ არის. იმიტომ რომ ეგ ქრისტეს გარეშე ყოფნა. და როდესაც შენ რაღაცას გაიღებ სხვისთვის, ადამიანისთვის, ეგ არის სიცოცხლე.